საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის საზღვაო ძალებმა საფრანგეთის პოლინეზიის ტერიტორიულ წყლებში 4 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღეს და კარიბის ზღვის აუზში ნარკოტიკების გადამზიდავი კიდევ ერთი ნავი დააკავეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მათ საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის საბაჟოებიდან მიღებული სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე ნარკოტიკებით დატვირთული ნავის დაკავების ოპერაცია ჩაატარეს. საზღვაო ძალებმა ბორტზე 4259 კილო კოკაინის 174 შეკვრა აღმოაჩინეს. შეიარაღებული ძალების მინისტრმა კატრინ ვოტრენმა პლატფორმა X-ზე განაცხადა, რომ მათ კარიბის ზღვის აუზში ერთ-ერთი გემიდან დამატებით დაახლოებით 678 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს. საფრანგეთის პოლინეზიის ტერიტორიულ წყლებში ნარკოტიკებთან დაკავშირებული წინა ოპერაცია 16 იანვარს ჩატარდა. მათ თითქმის 5 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს. საფრანგეთის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრმა დეკემბერში გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ კოკაინის როგორც უკანონო ნარკოტიკის რაოდენობამ საფრანგეთში კანაბს გადაასრო. საფრანგეთში კრიმინალური დაჯგუფებების მიერ ჩადენილი ნარკოდანაშაულის შემთხვევები იზრდება. კოლუმბიაში მსოფლიოში კოკაინის უდიდეს მწარმოებელ ქვეყანაში ვიზიტის დროს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ მრავალმხრივი გეგმა წარადგინა ლათინურ ამერიკაში, კარიბის ზღვის აუზსა და ევროპაში ნარკოტიკებით ვაჭრობასთან საბრძოლველად.